გეა მექვსიანი მიიღო, წაში აიტანს გიკრავენ. შენ ვითხარი მზეზე ვარო ნამყოფი. მე მთვარეზე თქო. მართა, დედა. Oh my god. წინა სერიაში დედას ბავშვობით შეცახებს სრული სიმართლე გავიეთ. აღმოჩნდა რომ ისი ციპარებოდა სკოლიდან, იტყუებოდა და წარმოუდგენლად ცელქი იყო. ამიტომ მთავარი კითხვა დავუსვით. მითხარი რომ აუცილებლად გაგუშვებ. მაგრამ არა, მართლა უნდა შევცვალო რა, გაჩვენებ თუ რები უნდა ვაჩქო. გამოხვალეს ნახევარსაათი. ვიცი ეხა რა, გამანები თავი. გარკვევით მიწერია მანანა გვრიტიშვილი მხოლოდ. ეს არის დედაშვილობანა სერია 10. დედა აღარ გვიბრაზდება. დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა არ გამოგრჩეს დედაშვილობანას ფინალური სერიები. ეხლა გამოდის რომ შენ ასეთი მკაცრი იმიტომ გახდი რომ ოდესღაც ექსკურსიაზე არ გაგიშვეს? და ეხა ჩვენ არ გვიშვებ ექსკურსიაზე მაგის გამო? დედა თვალებში ჩამხედი და მითხარი რომ აუცილებლად გაგუშვებ. რაც მართალია, არც ერთი ექსკურსია არ გამომიტოვებია. დედა ყოველთვის მიშვებდა. კაცრი ვიყავ, მაგრამ ყველაფერს გესრულებდი. სიმკაცრე იმას არნიშნავს, რომ დასაჯო ბავშვები. მე შენ ასე გექცეოდი? სადირექტორო გამოსვლებისთვის დაიწყეთ მზადება. მე ცოტა ხნით გავალ და მალე დაგიბრუნდებით. პასუხსაც მალე შეგატყობინებთ. ახლა კი ტოპ კომენტარის დროა. გამარჯობა, მე 10 წლის მაკო ვარ. ძალიან მინდა მოხვდე ტოპ კომენტარებში, მაგრამ არ ვხვდები. არა უშუალოდ შეუძლებელი არაფერია. ძალიან მიყვარს თქვენი ვიდეოები. ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მოვა შაბათი, რომ ახალ ვიდეოს ვუყურო. და მართა დედა, გთხოვ გავუშვი გელა და მანანა ექსკურსიაზე. რა თქმა უნდა გავუშვებ. უბრალოდ ესჯერ მათთვის არ მithქვამს. მე ხო მანანაზე ცელქით კი ვიყავი. დიახ, გავალ. მოვა გავერთობი სკოლაში, მაინც უნდა მეჩხუბოს მასწავლებელი და არა რა, ეს არის ჩემი 64. მოდით მას დავაგვიანე. სამეცნიერო ექსპერიმენტს ვატარებდი და ვერ მოვიდოდი მალე. ამას აქ რა უნდა დღეს სკოლაში უნდა იყოს, სკოლა სუთან დამყვება. მოგვადგა ყარზე გამოცდა ზაფხული მაინც ხომ უნდა დავწერეთ შენი აზრით? რას დავწერეთ? რა უნდა მივიღოთ მინიმუმ რო 5-იანი 4.5 მაინც უნდა მივიღოთ და 5-იანი თუ გამოყვება ნოზაძის გამო ვერ გადავიწერეთ. ნოზაძემ ბოლოს არ გადაგაწერინებთო. რატო თქო და იმიტომ რომ ისაო რა ქვია, თქვენ გეხმარებითო მეო ამითო და ის იქნება ხო დამკვირვებელიც. დამკვირვებელიც იქნება, დირექტორიც დაგვესწრება და ერთი დამკვირვებელი ჩვენთვის იქნება მარტო ლამარას გაუგზავნია. მარტო ჩემთვის და შენთვის? ხო. იმიტომ რომ წინაზე მუხზე რო გეწერა ყველაფერი. მოდ დავიწეროთ ეხაც. არსებით სახელი. ხო, მაგრამ გვიმოწმე მე ხელებს და. ხო, ნუ პატარა შპარგალკა გავაკეთოთ, ეხა უეჭვე. ხო, დღეს ფეხსაცმელში მაინც ჩავიდევ და იქამრაც. მიდი პასტაფურცელი მოიტანე, პატარა შპარგალკა უნდა გავაკეთოთ უეჭვე. წინდებში ჩავიდოთ. ხო, ფეხზე არ გაგვხდეს. პასტაც არ გაქვს რა. პასტა იმიტომ არ მაქვს რომ ანანოს მათხოვე და აღარ დამიბრუნა. აი, მით დავწერე. ანუ სიკეთეს გავაკეთებ, ყველა მეჩხუბება. არ გავაკეთებ, რა ვიცი, ცუდია. როგორმე უნდა მივიღოთ რა 5-იანები რა. ხო, აბა. ესე იგი, ერთ რამეს მივხვდი, რომ ამ ბავშვებთან არ გადის ის, რომ ვეჩხუბო და რაღაც ვუყვირო რა. ანუ ასე მგონია რომ ცოტა დავუმეგობრდე. რომ რავი, მე რა იქნება ცოტა დამიჯერო კიდეც უფრო. ვაკეთებ შპარგალკას. ვიდეო ხوار ჩავწეროთ, როგორ გავაკეთოთ საუკეთესო შპარგალკა. ო, კაი ხო. ო, კაი ხო, დავბლოკავდით რა იყო იმ დღეს ხო დავბლოკეთ. რაღაც ვიდეონა ჩავწერე. აი, რა კალიგრაფიით გიწერია? მე. აი, ესეც ზოგი არ გიწერია. მოდი ამოხიოთ რაშიც არ გიწერია. რა უნდა ამოხიო? ანუ რაც არ გიწერია რომ გადაამოწმენ. რატო არ გიწერია დავალება აქ? მე რო ნახავს ხო იცი რომ მანდა არ ვიყავი რომ წამიყვანე შატალოზე. არ იყავი. მე რომ მიხვედი. რომ უყვირი, ალბათ თვითონაც იღლებიან და მე აკეთებენ რასაც უნდა იმათ და მე რომ ხიარულად ვეტყვი და რომ დავუმეგობრები, ალბათ ცოტა მოვლენ რა აზრზე. დაწერე. მინდი. არსებითი სახელი. რა დაესმის? სად ხო თუ როგორ თუ?
ო, შპარგალკასაც ვერ ვაკეთებ. ვინმეს არ აქვს გაკეთებული შპარგალკა? მოიცა ერთი წამი, მე ვიცი ერთი ჭკვიანი ოროსანი. ვაცადე. აი ესე მიწერე ნომერი ჭკვიანი ოროსანი. წავიდა. ალო, კობა, როგორ ხარ? კობიშ, გამოხვალეს ნახევარსაათში. ნადე დიკოს ბიჭუნა ხარ. სუპი ჩამე, სუპი იღამე და ისე დაიძინე. მომისმინე შპარგალკა არ გაქრო გადაგვაწერი, ნო, ხო ვერ წერთ ვერ შპარგალკას. კაი, მიდი რა გეხოწევი კიდე ორჯერ დაწერე, ორ ფურცელზე, რომ ხვალ მე და გელას მოგცე, კაი? ხო. მიდი და ჩიფსები ჩემზე იყოს. მიდი, აი ჩიფსები გიყვარს შენ. კაი, მართლა მოგიტანთ, წინაზეც ხო მოგიტანეთ. კაი. მიდი ბიჭო, მიდი, მაინც სახში ხარ დღე დაღამე და დაწერე. მოგიტანთ, ხო, ფაფუსაც მოგიტანთ და ჩიფსებსაც მოგიტანთ. აი, მე ვინ არის ეს ქთამისტი? ამდენ ფულს რო ვაკეთებდე, მეც ვისწავლი. კაი, შპარგალკები არ გვინდა, მაგრამ ისე აიცადოთ რა. აი ნახე. ეს გვეწეროს რამე. აუ, რა საყვარლად შეირნობენ ისი, იმის მინდა რომ ჩემ შვილებთან ეგრე ვიყო რა. თორე რავი, აბა მეც ძალიან მიყვარდან და ეგრე მკაცრად ვიხსევი, მე მეც მეცუდებიან ხოლმე, მაგრამ რა გავაკეთო რა? მაგრამ არა, მართლა უნდა შევცვალო რა, ცოტა გაზრდის ტაქტიკა, თორე გიგონება შვილებს უკარგავ და უფრო მეგობარი უნდა გავხდე მაგათი, ესე ვივლით ხოლმე და იქნებ თვითონაც უფრო კარგად მოიქცნენ, იქნებ პატივისცემას დავმსახურო მაგათგან და რავი. იპოვე წინადადებაში 3 არსებითი სახელი და შემდეგ დაახასიათე ნიმუშის მიხედვით. მებაღე გახარებული იყო, რადგან დილით ვარდი გაშლილი იყო და ბულბული ისევ გაობდა. ეს მერცხალი შემოფრინდა. რობლოქსი არ გინდა? აუ მინდა, როგორ არ მინდა, მაგრამ აი გუნდა ნაც, თორე საერთოდ ანუ კაი, შეურჩიე ზმნებს შემდეგი არსებითი სახელები: ღრუბელი, დინარე, ნისლიცა, ნაკადული ზღვა. ნაკადული მოწანწკარებს რა მოქუხს? მოქუხს დინარე. რანაირად ბიჭო, საშია, ბიჭო. აუ, ეს უფრო ოროსანს უხდის ღმერთო. რაშვები მოხუ. მოქუხს, ქუხსო. ანუ ცასთან არის დაკავშირებული. ნისლი რანაირად ცაში არ არის ნისლი, ღრუბელიც ცაშია. ცა მაშინ თვითონ, ცა მოქუხს. ვაღელავს ვაღელავს, ხო, ეგ უეჭველიეგა. გაიფანტა, რა გაიფანტა? აი ხედავ, საერთოდ მუსიკებიდან, თამაშებიდან რაღაც შეგიძლია გაიგო. გაიფანტა, რა გაიფანტა? მძივები. რა მძივები? არ არის მძივები. ვაიმე ხელი მეტკინა. რა გაიფანტა და? აუ შენ თქვი ხა, რა გაიფანტა? აზე არ ხარ რა. იპოვე და გახაზე 10 არსებითი სახელი. უცებ რაღაც თამბრუდა მხევები. აი, მოდი საკითხავები არ გინდა რა, შენ ძალიან დაიტვირთე ხთავია ეს მარტივები. არსებითი სახელები. ჭაბუკი. და მემკვიდრე. მემკვიდრე რა არის? აუ ეს რა არის? რა მე-12 კლასის მასალა. ეხლა ეს თირამე მოვიფიქრე რომ ხვალ აქვს საკონტროლო და რავი, არ მგონი ეხლა მაგათმა კარგად დაწერონ. და მოვიფიქრე რომ ეხლა ძალიან მშვიდად დავუჯდები და ვამეცანებ და რავი, იქნებ რამე ისწავლონ მართლა ეგრე მშვიდად წნარ და მე დაწერონ. მე თანავე დავაჯილდოვებ კიდეს. ვერ დავწერთ რა. ვერ დავწერთ, არც არავინ გვამეცანებს, დედას რო უთხრათ გვეჩხუბება, კიდე ჩაგკეტავს, აღარასდროს გამოგვიშვებს, ამას ჩვენ ვერ დავწერთ. შეგვე ერთადერთი შპარგალკა თუ გადაგვარჩენს. ხო გადაგვიწერ შპარგალკა, მაგრამ ამ შპარგალკასაც ვერ გამოვიყენებ, თავზე გვადგას ის კაცი და გვიწევს ხელი. ეხა არის უკვე საღამოს 6 საათი ხვალ დილის 9-მდე, რანაირად უნდა ვისაუბროთ. ისე რომ მივიღოთ კაი ნიშანი. აუ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, აუ ეს გამოცდა დაგვაწერი. ხო, აქამდე მთელი წელი ფეხბურთს თამაშობდი და ეხლა მოგინდა რომ გამოცდა დაგაწერი. ადრე ხო იყო ბამბანერკას რომ მიქონდა ხოლმე. მამა არ მიყვებოდა. ბამბანერკა რომ მიუტანოთ და მასწავლე მე შეიძლება რაღაცა მაქვს 5 ლარი რომ მიუტანოთ, მაგრამ რო გვეჩხუბოს 5 ლარი ეყოფა? რავი, მე რომ მომცა დაგიწერდი კარგი შანსი. აუ არა, სიცულელია. აუ მოიცა. ეს როგორ არ გამახსენდა? მე აქვს ზივარ დავფიქრობ, ჩემს ოროსან კლასელს რა ვუყიდო შპარგალკის ანსულს. მართლა მილიონერი კი არ ვარ. სამაგიეროდ მაგას TBC-ის მოსწავლის ბარათი ხომ არ აქვს. ხო და გავაკეთებინებ. რადგან აქამდე TBC-ის მომხმარებელი არ ყოფილა და ივნისში აიღებს მოსწავლის ბარათს, ნებისმიერ კვების ობიექტში TBC-ის ტერმინალზე გადახდისას 50%-ს უკან დაიბრუნებს. მაქსიმუმ 10 ლარს. ანუ ბურგერს თუ იყიდის თანხის ნახევარს უკან დაიბრუნებს. ანუ ჩავთვალოთ რომ დავპატიჟე რა. იდეა ხომ ჩემია. თან მოსწავლის ბარათი უფასოა, მშობლებს კი მისი შეკვეთა პირდაპირ მობაილ ბანკიდან შეუძლიათ. სულ
რამდენიმე წუთში. მოკლედ, ჯერ ბარას გავაკეთებინებ და შპარგალკაზე მერე დაველაპარაკები. ახლა კი მეორე ტოპ კომენტარი წავიკითხოთ. გამარჯობა მანანა და მართა, მე ანდრია მქვია და ძალიან მიყვარს თქვენი ვიდეოების ყურება. ამ ვიდეოში მართამ ისეთი რაღაცები გიამბოთ, რომაც თქვენ თუ დასჭით და დატუქსავთ არ გამიგვირდება. გონი მართალი ხარ ანდრია. და ჩვენ ისეთ წელკია ჩვენ ცოტა უნდა დავჭკვიანდეთ. რა მაიმუნი ყოფილხარ დედა? რა წელკია დედა? თორემ სამი ასეთი წელკი ერთი ოჯახისთვის ძალიან მეტისმეტია. უნდა ვეცადო და ჩემით ვისწავლო რა. თქვენ კი არ დაგავიწყდეს ჩვენი არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. არადა დედა რამდენს გვეჭხუბება, რამდენს გვასწავლის და მაინც აი თითქოს ერთ ყურში შემომდისო და მეორეში გამდისო. ვა საქმეს რომ მიდგა გვიმეცადინა ცოტა. მე რა ვიდეო მაინც გვემეცადინა. ეხლა მთელი ზაფხული დასჭილები უნდა ვიყოთ ოთახში. არა გავგიჟდები მთელი ზაფხული ოთახში რომ ექსკურსიაზეც მინდა. ყოვებენ და ესო შეარ გაგუშვები ბავშვებს. ექსკურსიაზეც ხო მინდა. ექსკურსიას ვინჩივის იქ ზაფხულში რა უნდა უქნა. აბ ზაფხულში გადავიწყდება ცივყავას და ლევს თუ გაბრაზდება. ცივი წყალის მაგირად. ოჰო. ხო და როდის მაგას გადავიწყდება ეხლა სექტემბრის დასაწყისში რაღაც მინდა. ვაიმე, ყველამ თავისი შეცდომა აღიაროს ეხა რა. ეხლა მოქვს წამოღებული რაღაც საჩუქრები გიონდა მანენასთვის. არასდროს არ ვყიდულობ ხოლმე ეს რაღაცებს და ეხლა რაღაც უნდა ცოტა დაბუმეგობრდე და ცოტა აღარ ვიყო ესეთი მკაცრი, გაწყვიტე რომ მეყიდა. ამიტომაც ეხლა გაჩვენებთ თუ რეები უნდა ვაჩუქო. ეთყობა რო გვეჭხუბა, ჩაგვეკეტა გონება. ხო, მართალი. არ შეიძლება ამდენი ჭხუბი ალბათ. მაგრამ არ წყოროსნობა არ შეიძლება. ეს სწავლა. მე შენგან გასხოვით ოროსანი არ ვარ. ოჰო, რა აზრია. შენ ძალიან ოროსანი ხარ. ოთხოსანი ხარ. არ მივიდე იმ დღეს 6-იანი ბუნებაში. ბრავო! მეზობლე მოგეა 6-იანი მიიღო. წაში აიტანს გიკრავენ. რა 6-იანი უკვე კაია, 5 დაბალი არ არის. 6-იანი კაია ბიჭო. 5 ხო საკმარისია და 5 კი არა 6 მივიღე. 6-იანი ვინმეს უხაროდეს ეგეც რაღაც არ გამიგია რა. არ მიხარია, მაგრამ საწყენია, კაია, ცუდია. კაი რა 6-იანი, როდესაც არ შევა 7-იანი, 8-იანი, 9-იანი, 10-იანი ბავშვები 10-იანზე და წირია. ბარემის რა ქვია, ფორმაც გავაკეთებ ხვალისთვის არ გინდა. ეს მანანას ეს ტიპებში რა კაია. მეც ძალიან მოწონს სხვათა შორის რა. ამიტომაც უარს ვერც მე ვერ ვიტყოდი. ეს გელას იგივე ოღონდ სხვანაირი ფერი. აი შენგან განსხვავებით, შენ რო წყალწაღებული ოროსანი ხარ. მე გავაკეთე პრეზენტაცია მზის სისტემაზე. აი გინდა დაიჯერე, გინდა რა? აი და და რა მაგარია. რა თმინდა მზის სისტემა ქართულში გვაქვს გამოსული. მე რა სამაგიეროდ შენ ყველაფერში ორები ყავს და მე ამაში მაინც მეყოლება კაი ნიშანი. შენ ერთ 6-იანი კი არ მიხარია. ეგ უთხარია ხა რომ მე და გელამ გავაკეთეთ უკვე. აბა რა. გარკვევით მიწერია მანანა გვრიტიშვილი მხოლოდ. რო არ დაიბრალო. შენ რობლოქსი ითამაშო, მე ეს ვაკეთო და მე ვუთხრა გელამაც გააკეთა თქო და ერთ კითხვას რო დაგიწვამ, საერთოდ რაზეაო და რო ეთქვი იმაზეო. ნაყინზეო. მზის სისტემა როგორ აწერია თავზე და გავიგე, მაგრამ მაშინ უნდა ჩააბარო ნახევარი. კითხვითაც კი რო არის, არა შანსი არ არის. მე დავიწყებ რომ მეთქი მზის სისტემაზეა მას და შენ გააგზელე. შენ გონია კითხვას აღარ დაგიშოხებს? რაზეაო, თუ მკითხა მზის სისტემაზე, რა უნდა მკითხოს აბა? რავი, რაც გიწერია რა, ხელსაწყო სჭირდებათ, როცა გალაქტიკის კოსმოსის შესწავლა სჭირდებათ. ეგ გიწერია ტელესკოპი. მე არ მაინტერესებს. მე მიწერია მე მოვიძიე მე დავხარჯა ჩემი ძვირფასი დრო რომელიც უნდა გამომეყენებინა ნაყინის ჭამასა და გართობაში და შენ ტელესკოპი. რა ტელესკოპი არ არის შენ გააკეთე. შენ მიდი მთვარეზე გააკეთე, მიდი. თვარე არის მგვალი და საშია. ხან სხვადასხვა ფორმები აქვს ხოლმე. გვალი. აი. და ღამეა ხოლმე, დილით მზეა. რა არ ვიცი? ყოჩა, ეს თოსანი ხარ. აი ესეთი დამფლინგი ვიყიდე, ყვითელია, აი, ძალიან კაია. უნდა გავახალისო, თორე კიდე რომ ხედავენ, ისედაც რავი, ისე იყურებიან, რომ გეგონება მაგათ ვაშინებო. და ეხლა ეს რაღაცებს ვიყიდე ხოლმე, რომ მე გავახარო. მეტი რა გავაკეთე? საშია. საშია? ვა, მე ოთახში მეგონა. ამიანათებს ხოლმე. ამიანათებს? და ერთი ადამიანი იყო კიდეც მანდიცი? შენ ხო არ იყავი შემთხვევით? ვიყავი შუშუარი. უთხარი მე ვიყავიო და თავში გამოგიქანებ თვარეს. ვისი არ დაიჯერებს, მაგას ეგ რო უთხრა რაღაც. თვარეზეა და ყოფილი. შენ უთხარი მზიზე ვარ, რა ყოფილი. მაგარა ის, მე თვარეზე თქო. და ათიანებს დაგვიწერს? არა. ქართულს რა. მიხდება, კაცო, მიხდება. რუსთავიდან როგორ წახვედიო მე რო კითხავს რა უნდა ქნა. ქართულს რო უთხრათ, რომ ღვთისმყავსანი ბაბუაჩვენა დაწერა. ეგ მაგარია. ხოშეთა რუსთაველმა დაწერა და
ვითომ ბაბუა ჩვენი იყო რა, ჩვენც რუსთაველია რა. ანუ გრიტიშვილები. რუსთაველი იყო. და ჩვენც ვითომ რუსთავ, ანუ გელა რუსთაველი. არა, ბაბუა არა, იქ ცოტა ადრე დაწერის. დიდი ბაბუა. ხო. მათემატიკაც ვიცით. მათემატიკაში რა უთხრათ? მათემატიკას უთხრათ, აი, გამრავლების ტაბულა 5-მდე ვიცით. იქ მართლა ვიცი. აბა 4 რამდენია? ვიცი ეხა რა, გამანებია თავი. რამდენია 4-ჯერ 4? აუ, ვინც მეც ეგრე ვამბობ ხოლმე. რა სიტოლი? 8, 9, 10, 11, 12, 16. აჰა. ხა 5 წუთი რომ მოიხმე ყველა 5 წუთში? კაი, შემკითხე აბა. 5-ჯერ 3. 23. 25. ო, აი, შეგეშალა. ძალიან როსნებია. ესეთი ბათერი. აი ესეთი ფრი. აი ეს. ძალიან საყვარლობაა, ძალიან პატარაა და. აი ესეთი რაღაცა. ყველა მათემატიკას ვეუბნებით, რომ მათემატიკას პითაგორა იყო ნათლიაშენი. შეიძლება. ან იყო რა არის? ან ვუთხრათ, რომ ხელი მოვიწეხოთ, ბიჭო. ძალით ხელი მოვიტეხო. ხო რა. მე გაფხულში რა გავაკეთეთ? ვერ ვითამაშებთ ხელმოტეხილით. ანუ ვითომ გიფსში ჩავისვათ. გიფსი საიდან გავაძრო? ფიბოს ხوار დავაბაროთ, მაგრამ მიხვდება მე. შენი კი არა მთელი ტანი რო გიფსში ჩავისვათ და ვითომ ანუ ცუდად ვარ. და გამოცდებზე ვერ მივალთ, ხო? ხო, ან ფიზიკურად ცუდად ვარ. აი ესეთი რაღაც კიდე და რავი, ძალიან ლამაზი იყო და ძალიან კაია კიდეც და რავი მეყიდე აი. ესეთი ლეისი. ძალიან კარგია ესეც. კიდევ ესეთი რაღაც აი. და დედას რა უთხრათ? ხო იცი რას გვიზავს, გადაგვაბავს ერთმანეთზე. აი ხალი რო ეგრე არ გვაშინებდეს, შეიძლება გვესწავლა კიდეც რამე რა. Mother. იმედია ამ ჩემ კარგ მოქცევას დაინახავენ, თორე რავი აბა, ვდილობ მაინც და იმედია გამოვა. ესეთი პატარა დამფრინგი და ძალიან საყვარელია. ესეთი რაღაც კიდე ფერსი ცულის მწვანე რაღაცეები ყრია შიგნით. მოკლედ რა, არ ვიცი რა გუშველება, ხვალ ფაქტია რომ დაგვერხა უბრალოდ ქართულის გამოცდა გვაქვს და ინჩი ბინჩი არ ვიცი. ესე იგი, ეხლა ამ ყველაფერს მე ჩავალაგებ და წავალ ჩემ შვილებთან რომ რავი, დავიწყო მეგობრობა, თან მაინტერესებს ერთი რეებს აკეთებენ რა. თორე რავი, დავტოვე მარტო სახლში და ნეტა დედა კიდევ ისეთი გახდებოდეს, როგორიც ადრე იყოს, ცუდად მოქცევას დავიწყებდით. იცით რამდენს გვეთამაშებოდა? ჯერ მესამე ტოპ კომენტარი წავიკითხოთ და ამ ამბავსაც გავიხსენებთ. გამარჯობა, მე ბარბარე ვარ, თქვენი გამომწერი. ძალიან ბევრი ხანია რა თქვენ ვიდეოებს უყურებ. სანამ თქვენი ვიდეოების ყურებას დავიწყებდი, მაშინ ცოტა ცუდ ქულებზე ვსწავლდი, მაგრამ ახლა მჯერა რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია გჯეროდეს, ძალიან სახალისო და საინტერესო ვიდეოებს ვდებთ. ვიცი რომ გამარჯვებულ სამეულში ვერ მოხვდები, მაგრამ არა უშავს. მე თქვენ მიყვარხართ. იმედია ჩემს კომენტარს წაიკითხავთ და სამეულში მომახვედრებთ. ბარბარე, თუ შეიძლება ჩვენს გვასწავლე როგორ გამოვასწავლოთ ნიშნები. მადლობა. აი ასეთი იყო დედა, სანამ ოროსანი გავხდებოდი. ოჩა! მიდი მართა დედა, როგორი მოქნილია. როგორი ხიარული ყოფილა, კაცო, ესეთი დედობა თუ შეგეძლო, გეთქვა აქ აღდეშვილო. აქ არის დახაზული. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე. აქ არის დასასრული, ჩემ დროს მზეს ვეძახდით და მერე მოდიხარ. გაქვს ქვა, რომელიც უნდა ჩააგდო. ჯერ პირველში, მერე მეორეში, მერე მესამეში, მერე მეოთხეში. ვინც უფრო მალე მივალთ მეათემდე, ის მოიგებს. Oh my god! მართა დედა. Oh my god! მართა დედა. ბრავო, მეხუთე. მე მასწრებს ხალი. So bad. მესამე. Oh my god! აბა, მიბალეში კეთ, მეხუთეში და ჩავაგდო. არა. Oh my god! მეექვსე. Oh my god. მეშვიდე. ნეტავ გახდება დედა ისევ ისეთი მხიარული და მეჭკვიანი?